ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2018 წელი ამოცანა ნომერი 4. გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულია ფოლადის სამი ერთნაირი გლუვი ცილინდრიო, აცილინდს მიანიჭეს 7-ვე სიჩქარე, შედეგადაც ის აბსოლუტურად რეკადად შეჯახა ჯერ B ცილინდრს, შემდეგ კი C ცილინდრს. შეჯახების შემდეგ B და C ცილინდრების სიჩქარეებია შესაბამისად 2-ვე და 3-ვეო და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ A ცილინდრის სიჩქარე შეჯახების შემდეგ. აი ჩავწერთ მოცემულობით. რადგანაც გითხრეს რომ ფოლადის სამი ერთნაირი გლუვი ცილინდრი გვაქვს, ესე იგი ეს ცილინდრები ყველანი ერთნაირია 3-ვე, შესაბამისად მასები M A ცილინდრის, ტოლი იქნება M B ცილინდრის, ტოლი იქნება მასის M C ცილინდრის და მოდი ეს იყოს M-ის ტოლი. ამასთან გითხრეს რომ საწყის მომენტში თავიდან AB-ა სიჩქარე A ცილინდრის, ტოლი არის 7-ვესი. ხოლო B და C ცილინდრები თავიდან გაჩერებულია შესაბამისად VA, VB თავიდან VB უდრის 0-ს, აგრეთვე VC-ც უდრის 0-ს. ხოლო დაჯახების შემდეგ ამ B და C ცილინდრებს გაუჩნდათ შესაბამისად VB შტრიხი გამხდარა თავიდან 0 იყო და 2-ვე. ხოლო VC სიჩქარე C ცილინდრის VC შტრიხი გამხდარა 3-ვე ტოლი. და გვიკითხებიან შეჯახების შემდეგ რისი ტოლი გახდაო A ცილინდრის VA ცილინდრის სიჩქარეა. VA შტრიხს გვიკითხებიან. კი ბატონო, ეხლა მოდით ამ ამოცანის სამოსახსნელად ჩავწეროთ ენერგიის შენახვის კანონი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ სრული ენერგია, სრული კინეტიკური ენერგია. დაჯახებამდე ტოლი უნდა იყოს სრული კინეტიკური ენერგიის, დაჯახების შემდეგ შესაბამისად სრული ენერგია, დაჯახებამდე კინეტიკური ენერგია ტოლი იქნება MAV კვადრატ ნახევარის დამატებული კიდე MBVB კვადრატ ნახევარი დამატებული MCVC კვადრატ ნახევრის. და ეს ტოლი უნდა იყოს შესაბამისად მასები არ შეცვლილა MAVA შტრიხ კვადრატ ნახევარი დამატებული MBVB შტრიხ კვადრატ ნახევარი აქ შტრიხი დამატებული კიდე MCVC შტრიხ კვადრატ ნახევრის. ეხლა VB და VC თავიდან 0-ის ტოლია შესაბამისად, აი მარცხენა მხარეს შემოვალი მეორე წევრი და მესამე წევრი წვლის არ მოგცემს, 0-ის ტოლი იქნება და რა დაგვრჩება? MA პირობით არის რისი ტოლი? MA ტოლი არის M-ის, ანუ M-ი გამრავლდება VA არის პირობით 7-ვე, 7-ვეს კვადრატი მოგცემს 49V კვადრატს, შეფარდებული 2-თან. ეს ტოლი იქნება MA მეორე აი ამ წევრში შემოვალი M-აც M-ის ტოლია, გამრავლდება V შტრიხ A კვადრატზე, შეფარდებული 2-თან, დამატებული MB-ც M-ია, M-ი გამრავლებული VB შტრიხი გახდაო 2-ვეს კვადრატი მოგცემს 4V კვადრატი, შეფარდებული 2-თან, დამატებული MC-ც M-ია, გამრავლებული VC შტრიხი არის 3-ვეს კვადრატი მოგცემს 9V კვადრატი, შეფარდებული 2-თან. და აქედან რა გვინდა ჩვენ? მოდი აქედან ჩვენ გავსაზღვოთ რის ტოლი იქნება MVA შტრიხ კვადრატ ნახევარი, ტოლი იქნება 49MV კვადრატს გამოკლებული 4MV კვადრატი და კიდე გამოკლებული 9MV კვადრატ ნახევარი. ჯამში მოგცემს 49-ს გამოკლებული 4, 45 და კიდე 9-ს რო გამოვაკლებთ, მივიღებთ 36-ს. 36, ესე იგი 36 MV კვადრატ ნახევარი მივიღეთ. ეს ორები ტოლობის ორივე მხარზე 2-ზე გამრავლებით შეგვეკვეცება, M-ებიც შეგვეკვეცება და აქედან ჩვენ გამოგვდის, რომ V შტრიხი A კვადრატი ტოლი ყოფილა 36V კვადრატის, საიდანაც საბოლოოდ დავწერთ პასუხს. ტოლობის ორივე მხარეს ფესვის ამოღება მოგცემს, რომ VA შტრიხი საძიებელი სიჩქარე A ცილინდრის ტოლი ყოფილა 6-ვესი. შესაბამისად პასუხი იქნება E.